მოგესალმებით, როგორ ხართ? ესე იგი, დღეს მოგიყვებით ახლა მე რაღაცას რა. ახლა ცოტა გამოვედი იმ აუზაურიდან, ძალიან ბევრი ხმაური იყო. სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, სხვადასხვა ასაკის და ძალიან დაღლილ ემაზე ფონზე. ძალიან დაღლილ ფონზე. ესე იგი პირდაპირ დღეს მქონდა ძალიან რთული დღე გუშინ და გუშინ წინ. ახლა რთული რითი ნახე, ძალიან ბევრი ორგანიზატორული რაღაცა იყო. გასაკეთებელი. მანქანა გამიფუჭდა, ხომ გითხარით, რომ არ ვიცი როდის რა გასწრება მეთქი და გასწრა მართლაც გზაში. მერე ჩემმა მეუღლემ გააკეთა ეს პროვიზორიულად რაღაცა მიაბა, საერთოდ დრო არ მქონდა მე იმისი რომ რაღაცა ჩვენთვის რაღაც გვექნა ჩვენი ოჯახისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ლაშას ამ ეკლესიის მშენებლობაში და მშენებლობაში კი არა და რესტავრაციაში და ადამიანი რომელიც ჩამოდის ახლა იმის გამო რომ საქართველოს საქმე გააკეთოს, ხო? საცალია ხა იქ ადამიანს კიდე საკუთარი პირადი საქმეების არ წალია, ნორმალურ ქართველს არ წალია და არანორმალურ ქართველს მარტო პირადი საქმეებისთვის წალია. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ამ დავდივარ ახლა ამ გაფუჭებული მანქანით. ავდივარ, ჩავდივარ. მოსაგვარებელი არის რა, ნახეთ, ახლა რატო გიყვებით, იცი, ეს არის ყველა საკითხი. მარტო ჩემი საქმე კი არ არის. ყველა საქმე არის, ნებისმიერი ქართველის საქმე არის ეს და საერთოდ ადამიანებს ღმერთი გაცნობს მუშაობაში. აი მუშაობაში, საქმეში, პრაქტიკულად გაცნობს ღმერთი, ვინ რისი გამკეთებელია და ვინ არის. ხო არის ახლა ეს Facebook-ზე დადგებიან და ყვირიან, რომ აი ეს და ის და რაღაცა საქართველებო გამოდით გარეთ და მე ის ვარ და ის ვარ, ხო? აი ძალიან გულისამრეობა არის, სრულიად საქართველო. ერთი წუთი გავჩერდები აქ რა. ცოტა ხანი ჭირდება ახლა აი პირველად ამ 3 დღის განმავლობაში პირველად შევისვენე ახლა რა და მივდივარ ისევ ბავშვებთან. აი იქ მივდივარ, იქ არიან ისინი. ხო და ახლა რა მინდა გითხრათ რა დღეს გუშინ საერთოდ ვერ ლაპარაკობდი, დღესაც ახლა ვეღარ ლაპარაკობ, იმდენად დაღლილი ვარ. 3 ბავშვი აქეთ. დედაჩემს კისერი გაუშეშდა და ვეღარ მეხმარებოდა, წავიდა თბილისში. საერთოდ ვერ ინძრეოდა. ჩემი მეუღლე და ლაშა და გუშინ ლევანი მოვიდა კიდე ერთი ბიჭი და ისინი მუშაობდნენ იქ. როგორ მუშაობდნენ, იცი მეგობრებო, აი მე ეგეთი ადამიანები არ მინახავს არსად რა. აი ერთ წუთს ჩემს მეუღლეს უნდა უპასუხო და დაგიბრუნდე. როგორ მუშაობდნენ, იცით მეგობრებო, აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ესე იგი რამდენი ტონა ქვიშა აზიდეს, რამდენი ტონა არ ვიცი, მაგრამ რამდენი მეშოკი ქვიშა აზიდა ჩემმა მეუღლემ, მაღლა ლაშამ რამდენი მეშოკი ქვიშა მიატყეპა იმას, რა ქვია, კედელს და აი რა იმუშავეს, ხო? ძირითადად ორმა ადამიანმა, ლევანი ცოტა ხანი დარჩა, იმიტომ რომ მანქანით არ იყო და აქედან ავტობუსები მარტო 6 საათამდე არიან ხოლმე და ცოტა ადრე მოუწია წასვლა. თან ფეხით იყო ადამიანი ამოსული. წარმოგიდგენიათ, აი ფეხით ამოვიდა, ჯერ როგორ მოაგნო მე არ ვიცი. მაგრამ თბილისიდან ფეხით ამოვიდა და რაღაცა მოგვეხმარა, ხო? თვითონ თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც არის, ეს არის სულიერი მხარდაჭერაც, ფიზიკურად მოგვეხმარა როგორ შეეძლო და სულიერი მხარდაჭერით ის რომ მეც თქვენთან ვარ, ხო? ადამიანმა გვითხრა ფეხით ამოვიდა ადამიანი. ახლა მეტირება მართლა რა. ასურეთლებს არ ვიცი, კარგი ეს გასვენება ხო მთელი დღე არ არის არა.
კი ბატონო, წადი გასვენებაში, მაგრამ დღეს აი გუშინ ხო ვერ მოახერხეს თქვათ ასურეთლებმა ამოსვლა, მაგრამ იცი რა მოახერხეს ასურეთლებმა? ჩემს სახლში შეპარვა მოახერხეს. ეგ კარგად მოახერხეს. იქ ამოსვლა ვერ მოახერხეს. აქვე ცხოვრობთ, ხალხო, აქვე ცხოვრობენ. დღეს ჩამოვედი, აი გაწამაწიაში ვიყავ, ესე იგი ბავშვები იქით, მე აქეთ, არ ვიცი, გუშინ 2 საათზე თუ 3 საათზე დავიჭინე. დღეს ავდექი 8 საათზე ისევ. კი არ წუწუნებ, გიყვებით რა ჩემს მდგომარეობას, რომ გაიგოთ, რას ნიშნავს შრომა რა. მე არ წუწუნებ ახლა რო გიყვებით. მე მინდა გითხრათ რა არის შრომა და როგორ უნდა იშრომოს ადამიანმა. ავედი დილით, აუტანე ცემენტი მე თვითონ ავზიდე. ოღონდ ერთი სალი ცემენტი ძლივს რაღაცნაირად მანქანაში ჩავაგდე. აკლდებოდათ, იმიტომ რომ დღეს უნდა წასულიყო ლაშა. ეხლა ისინი ვერ წამოვიდოდნენ იქიდან, იმიტომ რომ მანქანების ის გვაქვს, რა ქვია, დეფიციტი გესმის და ეს მანქანა ეხლა რა მანქანითაც ჩამოსული ვიყავი, ამ მანქანაში მომიწია მე ცემენტის აზიდვა და ჯერ ხო წყლები ვზიდე მეც, ანუ მეც ვმუშაობდი კაცივით, იცოდეთ რა, ანუ მე არ ვწუწუნებ ახლა, მე გეუბნებით როგორ ვმუშაობთ და რას ნიშნავს ქვეყნისთვის მუშაობა, გესმის? არც თავზე არ გახვევთ. მე მინდა რომ ნებისმიერმა თქვენგანმა დაიქოქოს, გამოფხიზლდეს, დაიქოქოს ხალხო, დაიქოქოს. 3 შვილი მყავს. დავინახე მე ჩვენთან ასურეთში 3 შვილიანი დედები სეირნობდნენ. და მერე ჩემ თავს ვკითხე, შენ ხო 3 შვილიანი დედა ხარ, რას აკეთებ? რას ვაკეთებ? აი იმას ვაკეთებ, რაც შემისაკეთებელია, გესმის? და არც ერთი არ ვიცი, მე რას გეუბნებით, იცით? ავედი, ჩამოვედი და რატო დავიწყე ახლა მოყოლა არ ვიცი, ხო? მუშაობაში გაცნობს ღმერთი ადამიანებს. მე დავინახე ამ 3 დღის განმავლობაში, როგორ მუშაობს ჩემი გერმანელი მეუღლე. გერმანელია ხალხო, გერმანელი, გესმით? ქართველი არ არის. თუმცა ყველაზე მაგარი ქართველია დღეს ლაშას გვერდით რა, დღეს. აი მე გეუბნებით რას, იცი? მე გეუბნებით იმას, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის საქმეს აკეთებს, და არა იმიტომ, რომ ფულს გადაუხდიან, არა იმიტომ, რომ ვიღაცა ფულს უხდის და არა იმიტომ, რომ მერე სასუფეველში ბილეთს იყიდის, არამედ იმიტომ, რომ ხედავს ადამიანის საქმეს და ხედავს ადამიანი მის მისიას, გესმის? რა არის მისი საკეთებელი? ადამიანი ხედავს იმას, რომ მე ესეთი მონდომებული ვარ, რომ საქართველოსთვის რაღაცა გამოვიდეს და გვერდში მიდგას ყველაფრით, თავისი ჯანით, თავისი ფინანსებით და თავისი მენტალობით, მონდომებით და მოთმინებით. მე არ ვიცი, მე ქართველებო, რა დაგემართათ და ვინ დაგაჯადovat ესე? ერთადერთი ქართველი ვნახე მე საქართველოში 3 დღით ამოვიდა ადამიანი და მთელი დილიდან საჭმელი არ უჭამია ადამიანს. თქვენ წარმოგიდგენიათ? საჭმელი არ უჭამია ადამიანს. დილით ადგა, სანამ არ დაღამდა იმუშავა. ერთი წამითაც ხო შეიძლება აი ოდნავ დაჯდა, სიგარეტი მოწია. რა გჭირთ ქართველებო? ხალხო, რა გჭირთ? ჩემთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს? აქ ხო მაინც გამოვთიშოთ შური. რახან შური გამოვთიშეთ, ესე იგი თქვენ უნაროები ხართ. გუშინ ძალიან მაგარი საუბარი ქონდა მე და ლაშას და ჩემს მეუღლეს რა. ღამით ცეცხლთან. ჩვენი ქართული ანბანის მიხედვით ყველაფერი იმას მიგვანიშნებს, რომ ჩვენ უნარი უნდა გამოვიმუშაოთ, უნთან უნდა მივიდეთ, უნი კიდე უნარია. და როდესაც ჩვენ უნარს გამოვიმუშავებთ, მაშინ შენ ვეღარავინ წაგართმევს, რაც შენია იმას, ვეღარავინ წაგართმევს, მაგრამ თუ ეს უნარი დაკარგული გაქვს, თუ ეს უნარი შენი ნებით, შენი არნებით, შენი ძალისხმევით, უსხვილში ძალისხმევით დაკარგული გაქვს,
არავინ არ მოგცემს, აღარავინ აღარ გაჩუქებს, შენ ეს უნდა გამოიმუშაო. მე გავიცანი ადამიანები, ჩემი მეუღლის გარდა ამ სამ დღეში, რომლებშიც დავინახე, არა მხოლოდ სიტყვებით იტყლაშა ტყლუში, რომ მე პატრიოტი ვარ, ქართველი ვარ, დედას ვუტირებ იმას, ამას, არამედ მე დავინახე ადამიანი და ადამიანები, რომლებიც თავისი ძალისხმევით მართლა საქართველოსთვის უსასყიდლოდ მუშაობენ. მე არ ვამბობ იმ ეხლა ვიღაცები მომდგებიან და იტყვიან, რომ აი რამდენი ბერები გვყავს და ის არც ერთ ბერს არ ეთვლება ქრისტესთვის მუშაობა, იცით თქვენ? არც ერთი ბერი დღეს არ შევა სასუფეველში, ისინი ყველანი სატანის მოციქულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ 100%-ით ჯერათ, რომ ქრისტესთვის ირჯებიან. და იცით რატომ არ შევლენ ისინი სასუფეველში? და იცით რატომ ეტყვის ქრისტე, რომ მე შენ არ გიცნობო? არც ერთი ბერი არ დამიდგა მხარში. იმ ქალს, რომელ ქალსაც კარი მოუჯახუნა საპატრიარქომ და შენი დედაც მოვტყანო უთხრა, ხო? დაახვია აქედანო. სამშვილიან დედას, რომელიც კეთილი გულით მიადგა თავისი შვილის ნათლიას, არც ერთი ბერი არ დამიდგა მხარში. არც ერთი ბერი ქრისტესგან არ იცნობა. არც ერთმა ბერმა ხმა არ ამოიღო, რომ როგორ შეიძლება მე ვემსახურები ადამიანს, რომელმაც სამშვილიან დედას წყალიც კი არ მიაწოდა, 8 საათი ელოდა კართან. ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-სთან ალოდინეს და მე-15 კაცად შევიდა. 13 ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მე-14. ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს ხალხზე უფრო კატა ეწოდება და აი ეს ის მეფეა, რომელსაც ხალხზე უფრო მეტად კატა კი არა და თავისი ტრაკი ეწოდება. ეს არის ის მეფე, რომელსაც ილია მეორე ქვია, ტრაწიანი მეფე. და ყველანი მისი მსახურები ხართ. რომელი ადამიანიც მღვდელი, ბერი თუ ნებისმიერი მორჩილი ამ ადამიანის ეპარქიაში ქვემდებარია, ის ქრისტეს ვერასდროს ვერ იხილავს. ვერასდროს. არც ერთი. მე იმას არ გეუბნებით, რომ მე საწყალი, მე არ ვარ საწყალი. მე ვარ ის, სადაც ღმერთმა გამოსცადა ილია მეორე და სადაც ღმერთმა გამოსცადა სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესია და სრულიად საქართველოს ერი. ეხლა ვიღაცა იტყვის თავში აქ ავარდნილი, არ მაქვს თავში ავარდნილი, მე იქ ვიდექი აღდგომა დღეს. იქ მიმიყვანა მამაზე ციერმა და იქ დამხვდა რა ვითარებაც დამხვდა და 700,000 კაცმა გაიგო 4 დღეში. არც ერთი ბერი, არც ერთი მორჩილი მე მხარში არ დამდგომია ჩემი ძმის ჩათვლით. არც ერთ თქვენგანს არ მიიღებს ქრისტე, იცით რატომ? გკითხავთ. შენ იმ კაცს ემსახურები, ვინც ის გოგო, რომელიც კართან ალოდინა ილია მეორემ არ მიიღო და შენ ერთი სიტყვა არ გაგიგია, არ ამოგიღია უსამართლობის წინააღმდეგ. აი ამას გეტყვით თქვენ ღმერთი, როდესაც წარსდგებით მის წინაშე. მე ვინ ვარ, არც არავინ. ერთადერთი საქმე, რაც გამაკეთებინა ღმერთმა, რომლითაც სრულიად საქართველოს დაანახა, ვინ ტრაწიანი კაცი ზის საპატრიარქოს მიღმა და ვის ემსახურება სრულიად საპატრიარქო. შენ გგონია ერთ პატარა ქვაზე დადებულს შეიწირავს ღმერთი, ან შენ ერთ ლოცვას შეიწირავს ღმერთი, როდესაც ეს საქმე მიაყრუე და დაიგნორე. შენ გგონია მე იქ ტყუილად მიმიყვანა ღმერთმა? შენ გგონია რომ იმ 4 დღეში
ისე უბრალოდ ნახა 700,000 ადამიანმა ჩემი ვიდეო. აბა მიდი დადექი საპატრიარქოს წინ და გააშუქე. აბა ნახე რამდენი ადამიანის ნახვა ექნება 4 დღეში. შენ გგონია რომ ეს ისე მოხდა ჩემი ხუშტურებით? შენ საცოდავი ხარ თუ მართლა ასე ფიქრობ, რომ ისე მოხდა ყველაფერი, რომ მე გამოვიწვიე ეს აურზაური. მე კი არა შესაცოდავო, მე კი არა. ღმერთმა გამოგცადათ თქვენ ყველა და მეც. და დაგანახათ, რისი მაქნისები ხართ და დამანახა ვინ არის ჩვენ სახელმწიფოში. პატრონი. პატრონი არ გყავთ თქვენ და მე კი მყავს პატრონი. ეს არის ქრისტე, რომელიც მაძლევს ამის ძალას, რის ძალასაც მაძლევს ქრისტე. რომ მე სამშვილიანმა დედამ სხვა მრავალი საქმეების გვერდით კიდევ მაინც ვაკეთო ის საქმე, რაც ღმერთს სურს რომ ვაკეთო. ღვთიური საქმე. და შენ გინდა მითხრა რომ ჩვენ იმდენი მშრომელი ბერი ყავს რომ საქართველო გადარჩება, ჩემ ფეხებს გადაგირჩებათ საქართველო თუ კი თქვენ ვერ ხედავთ და ბრმები ხართ. თქვენ კი არ გადაგირჩებათ საქართველო, აგერ საქართველო დაგახიეს, დაგაწერეს, აგახიეს. მე არ გიბრაზდებით, მე უბრალოდ ესე მრისხანეთ საუბრობ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საქმე. ესე უნდა ვისაუბრო. ხო. ახლა გამოივლიან დიპლომატები, სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, რომლებიც ან ელჩები არიან საქართველოში, ან კიდე ვიღაც მნიშვნელოვნები, აი მაგალითად წითელი ნომრებით, ხომ? მაგრამ ეხელს დავუქნევ მათ, იმიტომ რომ ვიცნობ მათ. კარგად. იმიტომ რომ ესენი არიან ჩემი შვილის კლასელების მშობლები. იმიტომ რომ მეც მინდა რომ ამათ წინაშე ქვეყანა მქონდეს ისეთი. დანკე. ჩემი მეუღლე იყო ეს. ქვეყანა მქონდეს ისეთი, რომ მიამაყებოდეს ჩემი ქვეყნის. ჩემს ქვეყანაში რუსების ლოკალში არ უნდა მიდიოდნენ ეს ხალხი და იქ არ უნდა ერთობოდნენ. აქ უნდა იყოს ქართველის ლოკალი. მაგრამ ვაი რომ ქართველები აი ესეთი პროჭები ვართ. ესეც ჯიპსი ვილიჯის არის. აი ესეთი პროჭები ვართ, რომ მე რომ ეკლესიას ვაშენებ, სამშვილიანი დედა ჩემი გერმანელ მეუღლესთან ერთად ჩემს სახლში ვიღაცა იპარება და ბავშვის საფულეს იპარავს. აი ესეთი პროჭები ვართ ჩვენ ქართველები და ვაი თქვენს პატრონს, ვინც ასეთი ქართველი ხართ. ვაი თქვენს პატრონს ეთყობა მამაზეციერი, იმიტომ აღარაფერს აღარ აკეთებს ჩვენს გადასარჩენად. ვაი თქვენს პატრონს. აი, ეს არის ქართველობა დღეს. ვაი საწყალო საქართველო, რატომ რისთვის და რატომ იბრძოდნენ მეფეები თქვენი გულისთვის? რატომ ვიბრძოდით ერთ დროს თქვენი გულისთვის? დღეს ღმერთს ვეჩხუბე, მე თქვი მეკაიფები თუ რა გინდა ამით მითხრა თქო რა. დღეს რომ გამოცდა მქონდა მე თქვენ ისეთი გამოსა ალბათ სულიერ ცხოვრებაში არ გინახავთ რა. ჩემი გეშინიათ ხო? ვაი თქვენს პატრონს. ვიზეთ ჩემი შეეშინდება, ვაი თქვენს პატრონს. და
და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩვენ კარტელები მაგრები ვართ, მოგვეცით ეს, ის, მოგვეცით ჩვენ ვიმსახურებთ, რას იმსახურებთ? რას ვიმსახურებთ, ხალხო? ჩვენ ერთი დედის ტრიალს ვიმსახურებთ და პანჩურს ტრაქში რა კიდე გაგვაგდონ საერთოდ თლიანად. ქართველი ქართველს ძარცვავს, როცა იცის, რომ საერთო საქმეს აკეთებს, წარმოგიდგენიათ თქვენ ესეთი რამე? იმსახურებთ. ებრაელების შემოსევასაც იმსახურებთ, არაბების შემოსევასაც იმსახურებთ. ინდოელების შემოსევასაც იმსახურებთ, თურქების შემოსევასაც იმსახურებთ, რუსების შემოსევასაც იმსახურებთ, უკრაინელების შემოსევასაც იმსახურებთ, ჩინელების შემოსევასაც იმსახურებთ და კიდევ პაკისტანელების. იმსახურებთ ყველაფერს, რაც დღეს თქვენს თავს ხდება. მე თქვენიანად აღარ ვთვლი თავს. მე სხვა ქართველი ვარ. აი მე სულ სხვა ქართველი ვარ და ჩემთან მოდიან ის სულ სხვა ქართველები, რომლებიც სულ სხვა ქართველები არიან. აი ესეთი რაღაცა ხდება დღეს. ამიტომ გავისწოროთ თმები. ალბათ დაგელოდებით რა სიტყვით. დაგელოდებით 1-2 წუთი და მე წავალ ციგნების სოფელში. ჯიპსი ვილეჯში სილამაზე მაინც არის. რამე გააქვთ სათქმელი? არა ხო? რა თქმა უნდა. აბა რა უნდა გქონდეთ სათქმელი? სიტყვის ძალის უფლებაც წაგართვეს და მიწაც და წყალიც. ყველაფერი წაგართვეს. კიდევ კარგი ჩემი შვილები გერმანელები არიან. ნახევრად. კიდევ კარგი. და კიდევ კარგი ქართველს არ გავყევით ცოლად. იცი რა, მაგრამ მისწორდება ეს საკითხი. ქართველები აღარ არიან. აღარ არის. ესენი მხოლოდ ის დარჩენილი მარიონეტები არიან, ვისაც ერთ დროს ქართველი ერქვა. აღარ ხართ ქართველები. აღარ ხართ. აი მე სულ სხვა ქართველი ვარ. არც ქართველი აღარ ვარ. მე ვარ უკვე ღვთისშვილი, всё. ქართველი. რა ქართველი? აბა მანახე ვინ არის ქართველი? ქურდი, გამყიდველი, შურიანი, ბოღმა, კიდე რა ცუდი რაღაც თვისებები. ვინ ხართ ქართველები? დღეს ხართ საერთოდ ქართველები? გამყიდველი, უნარო, ნარკომანები, ბოზები, ჩათლახები, არ ვიცი, აი მაგარი ზარმაცი ხალხი, აი ყველაფერი რაც კი ცუდი არსებობს, ის ხართ თქვენ. ჭორიკანა, შიშარა, რომ ვერ იგებს ვერაფერს, დებილებიც გახდით. აი ყველაფერი ხართ რა და ერთი ვინმე რამე მითხრეს, რომ როგორ გვიწედებ ამას, ღირსი ხარ და გიწოდებ.